სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ისმის ჩემს ამაში თუ ისმის ზმანო და დანო თქვენ იცით ზაფხულის გადაგებები ცოტა სხვანაირია უფრო სუბუქი უფრო რაღაცნაირად ბუნებაზე ორიენტირებული იმიტომ რომ ამ დროს გავდივართ ჩვენ დასასვენებლად ღვთისმშობლის ბაღში მაცხოვრის დებულეთში ესეთი აი ტერმინი შემოვიდა ახალი და ღვთისმშობლის ბაღი საოცარი და ესე იგი 28 ზონა კლიმატური ზონა საქართველოში ეს არის ერთადერთი მსოფლიოში ქვეყანა სადაც ერთად არის 28 ზონა კლიმატური ზონა არც ერთი სხვა ქვეყანაში ესეთი რამ არ ხდება ზმანო და დანო და რა თქმა უნდა ესეც უდიდესი ღვთის მადლია საფრანგეთის მოტიტულებულ ველებზე ფრანგი მეფეები აშენებდნენ ტყეებს საუკუნეების მანძილზე და ერთ-ერთ დიდ ტყეს სახელი დამავიწყდა 600 წელი მოუნდა რომ რაღაცას დამსგავსებოდა საქართველოს ბუნებას არც ვერ შევადარ იმიტომ რომ საქართველოს არ მითხრას ვის მადრიდი რას მადრიდი აი ჩვენი განაყოფი ესპანელებიც აი მადრიდი ხედავთ სად შემოვიდა ეს მაგათი დედაქალაქი ჩემო ძვირფასე აქამდე თბილა მაროპარა ჩემო ძვირფასე საქართველო შეიძლება ვთქვათ რომ დეკორაცია არის ფსალმუნების ცოცხალი დეკორაცია იმიტომ რომ ფსალმუნებში ხშირად არის მოხსენიებული ბუნება, წყლები, მთები მე ხამოწელი მაქვს ნახოთ თუ ცხელა და მოსაწყენი არ იქნა ბოლომდე ჩავიკითხა ამას ყველაფერს თუ არა და შევამბობ რა დღის ჩვენ გავიხსენოთ გერგეტის სამება და ესეთი კონკურსი იყო საერთაშორისო ყველაზე ლამაზ ბუნებაში რომელი ტაძარი დგას და ამ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა გერგეტის სამება აქეთ ხუროსთა იქით მყინვარი გამიგეთ საოცრება მართლაც ულამაზ ნუ ეს მსოფლიო დონის ჟიურიმ გადაწყვიტა ყველაზე ლამაზ ადგილზე დგას ეკლესია გერგეტის სამება ჩემო ძვირფასე ვინ არ გაოცებულა უშგულში ლამარის ღვთისმშობლის ტაძრი და შხარას ხედი ვის არ განუცდია რომ დგას დედამიწის და ცის გზაგასაყართან ვინ არ გამხიარულებულა და ეს ბუნების სასწაული უშვა და თეთრული ვის არ უნახია თქვენ იცით ეს ცნობილია მე ადრე ვიყავი ვერ შევამჩნიე ეს ადრე 18 წელს ვიყავი პირველად სვანში და აი მეორეჯერ რომ ვიყავი ნამდვილად კეკლუცობ თეთრუნდი ჩემო ძვირფასებო ეს იმდენად თვალსაჩინოა ესე იგი კეკლუცობა თეთრუნდის და ვაჟკაცური თამოწონება უშბას რომ სვანმა კაცმა პიესას დაწერა და მესტიაში იდგმებოდა ეს სპექტაკლი უშბას და თეთრუნდის სიყვარულის შესახებ გესმით და როდესაც მესტიას მივახლოვდით ჩვენ დავინახეთ რომ თეთრუნდი როგორც რაღაცა თითქოს ნისლის ფარდას გადაწევდა მეანათებოდა თითქოს იღიმოდა მე ისე დაიფარებოდა კეკლუცობდა და იქ მე სასტუმროს დირექტორ ქალს რო უთხარი რომ კეკლუცობდა ეს შენ კი არ კეკლუცებდა უშბას ეკეკლუცებოდა დირექტორმა ქალმა სვანმა მე რა ვიცი თუ პიესა და სპექტაკლიც იდგმება უშბასა და თეთრუნდის სიყვარულის შესახებ საოცრება ბუნების დიდი სასწაული ულამაზეს ასევე ვისაც განუცდია რა ვისაც ნანახია გაილამას ეს არის 4 კილომეტრიანი და იქ ძირიდან 3 კილომეტრ 400
და ხშირად ნისლშია და რომ გაიშლება მე მომიწია ეს ზუსტად რომ ნისლში იყო აილამა ვერ ნახე დამწუხრებული ვიყავი და რომ ქვედა სვანეთში ეს და რომ გაიშალა და ჩემთვის გადაიშალა 3 კილომეტრი ნახევრიანი კლდე უზარმაზარი აილამა საოცარ ბუნების სასწავლო ჩემო ძვირფასა მე ჩვენ აი ეხლა ვიყავით საიმეში ბაღდადის რაიონში და ავედით ულამაზეს ჩვენ ვაპირებთ რომ წავიდეთ კიდევ და ხშირად ვატაროთ ეს არის უდიდესი სილამაზე ალპური ზონა 2400 მეტრის ზღვის დონიდან იქ არის ყველაფერი ერთად სვანეთი ლეჩხუმი თუშეთი რაჭა ყველაფერი ერთად იმერეთიდან აი ამის შემხურებ დიდმა პოეტმა ვლადიმერ მაიაკოვსკიმ რომელიც ყველგან ამბობდა როცა მას უწოდებდნენ რუსს აჩუმებდა და მე ქართველი ვარ რომ იძახოდა და ამის შემხურე ამბობდა ჩემი თარგმნილია ადრე თარგმნიდი დედამიწაზე ლამაზი მხარია ბევრი მაგრამ თუ 60-ს ვიგულისხმებ ეს საქართველოა სამშობლო ჩემი оригинальში უფრო კარგადაა ეს подразумевать на земле рай это Грузия родной край ну აი მას ვინც ნახავს ახლა მე რა ჩვენ დავდებთ ახლა საბურთალოს საიტზე მაგრამ ეს არ გამოხატავს 10%-საც არ გამოხატავს რაც იქ ხდება ჩემო ძვირფასებო და აი ვლადიმერ მაიაკოვსკიმ ესე შეაფასა მოდელიანის და პიკასოს დიდმა ძმაკაცმა ვლადიმერ მაიაკოვსკი გიждდებოდნენ ეს ევროპელები ვლადიმერ მაიაკოვსკი ვინმე რომ არ დაიწყოს რაღაცა რუსები და ასე შემდეგ წარმოიდგნენ კაც ქართველად თვლიდა და რა ხალხი მოდელიანი და პიკასო და მსგავსი ხალხი გიждდებოდნენ ხო ან თუშეთი ავიღოთ რა დღის ჩემო ძვირფასებო ნინომ ჩემმა მეუღლემ თუშეთში ბევრჯერ მოგზაურა და სვანეთში ვიყავიო და მე თუშეთში რო ამოვედიო ასე ვთქვი ალბათ ამიტომ დავიბადე რომ თუშეთი მენახავ ასევე საერთაშორისო კონკურსატორებმა თუშეთი გამოაცხადეს ევროპის ყველაზე ულამაზეს და დიდ ნაკრძალად რაჭა ჩემო ძვირფასებო ეს უბრალოდ ედენის ბაღია ჩვენი რაჭა და ვისაც არ უნახია მრავალძალიდან კავკასიონის ქედი და 4 კილომეტრზე უფრო დიდი მწვერვალები აი ხაზბეგში ხო ერთი მოჩანს 4 კილომეტრზე უფრო დიდი ხაზბეგი და იქ მოჩანს 4 მწვერვალი ეგეთი მას არ უნახია დედამიწის აივანი მას არ უნახია საქართველო მას არ უნახია დედამიწის სილამაზე მე ასე ვფიქრობ ჩვენი გურია ჩემო ძვირფასებო რა საოცარია ორჯერ ვიყავით 20 კაციანი ჯგუფი 3 დღე ჯუმათის მონასტრიდან მოჩანს შავი ზღვა როგორც რუკა აი რო და რუკას რონა აი როგორც მოჩანს ზუსტად ესე მოჩანს ნუ დავუკლავჯეთ და აღარ მოვყვები რა ეს არის ღვთისმშობლის ბაღი ჩემო ძვირფასებო ეხლა სულ აქვე თბილისიდან 20 კილომეტრი ხოლო ბოლო სახლიდან თბილისის ლუცუბიძის ბოლო სახლიდან სულ 7 კილომეტრში არის ბუნების საოცრება мама ივანე დელმონაზონ мама ივანე ჩაჩიბაიამ ააშენა ულამაზეს ბუნებაში ააშენა თეკლას მონასტერი და ნიკოლოზის ტაძარი თეკლას ტაძარი სახელობის და თეკლას დიდი ტაძარი გუმბათიანი და ნიკოლოზის პატარა გუმბათიანი მაგრამ პატარა ტაძარი და ნახეთ ახლა რას გეუბნებით დიდ ამბავს გეუბნებით აღვანილი მყავდა ჩვენი ვორონეჟელი мама ნიკოლოზის სტუმრა და მისი ოჯახი რომ მენახებინა ეს მონასტერი დედათა მონასტერი და როდესაც მან ხო мама ივანემ ადრე მითხრა რომ შირიმის ქვით მინდოდაო ამეშენებინაო და ძალიან ძვირი ჯდებოდა კახეთიდან ჩამოტანეო და ვსეირნობდიო დინარის პირასო და არ ვნახეო ესე იგი შირიმის კარიერი დავინახეო და აი იმით ავაშენეო ჭრიდითო დრუჟბითო ამ და ბოლო რომ მოვჭერითო და ბოლო ქვა დავდებიო დამთავრდა ის კარიერი გამიგე და мама ნიკოლოზმა ნახე რა
საოცარი მიგნება გააკეთა მამა ნიკოლოზმა თქვა რომ ღმერთი რო ქმნიდაო ღმერთმა ხო იცოდაო და აი ეს შირიმის კარიერიო სპეციალურად შექმნა აქ რომ მე მამა ივანე ჩაჩბაიო აშენებდაო ამ ტაძარს და ეგრეა ძმაო აბა ვინ იტყვის ამაზე რომ ეგრეა გესმით ეს რომ მართლა ესე იგი რა დიდი პიროვნება მამა ივანე ჩაჩიბაია რომ ესე იგი ღმერთმა პატარა კარიერი იქ სპეციალურად შირიმის ქვის მოუწყო იმიტომ რომ იცოდა ღმერთმა რომ მამა ივანე აშენებდა შირიმის ტაძარს შირიმის ქვისგან ტაძარს საოცრება შემოძვირას მოკლედ დავიძარით და აი მერვე ფსალმუში უკვე მერვე ფსალმუში წერია ესეთი რამ და მიაქციეთ ყურადღება რომ როგორ გავს საქართველოს უფალო ჩვენო მბრძანებელო ღმერთო რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე ცათა ზემოთ წვდება შენი დიდება როცა შევხედავ შენ ცას შენი თითების ნამოქმედას მთვარესა და ვარსკვლავებს რომლებიც დააფუძნენ რა არის ადამიანი ყურადღებას რომ აქცევ ღმერთო გააბატონე და ყოველივემაც დაუმორჩილო ყველა პირუტ წვილფეხა და ამ დროს დამივდივართ ამ ალპურ ზონაში და ვხედავ ზუსტად წვილფეხა იმას ცხოველე პირუტყვებს ასევე ნადირი სანი ფრინველი ცისანი თევზნის ზღვისანი რაოდენ დიდია შენი სახელი ჩვენო ბრძანებელო სხვა ფსალმუში სამი უთხრობენ დიდებასა ისასა და მისთა ხელთან დამოქმედას გვაქვს სამხარ 21 ფსალმი პირდაპირ საირმეა ჩემო ძვირფასო ნახეთ თქვენ იცით საირმეში თქვენ იცით რომ რიოს ერთ-ერთი აგიოგრაფი ქართველი ამბობს რომ უცნობი ავტორი ამბობს რომ ფისონი ანუ რიონიო დინარე რიო გამიგე წაბლა წყალი ესეთი დინარია საირმეში მოდის უერთდება ხანისწყალი რიოს და ესე იგი ეს ადგილები ეს აგიოგრაფი სახავს ამ ადგილებს 64 მართლაც ეს ჩემო ძვირფასო და სულ წყლებია ხმაუფლისა წყლებზე დიდების ღმერთმა დაიგრგვინა უფლის ხმა მრავალ წყალზე და ვით საერთაშია ნაყოფი ეს დინარე რომ მოდის ეს წაბლა წყალი დიდი ხმაური და აი მართლაც აი ღვთისგან რო გაგითხრათ თითქოს ღვთის ხმა ხმაუფლისა ძლიერები ხმაუფლისა ბრწყინვალები ხმაუფლისა დაამსხვრევს და ატეხავს ნაძვებს და ჩვენ ნახეთ ბევრი ნაძვი რომელიც მეხისგან იყო დატეხილი და ათამაშებს ნაძვებს უფალი ვითარცა მათ როგორც ხბოსავით ათამაშებს ხბო იცით გინახიათ როგორ თამაშობს ხო გინახეთ აი ეს დარის აი ნაძვებს ქარის დროს ზუსტად ესე თამაშობენ ჩემო იმიტომ შეადარა ხმაუფლისა განამტკიცებს ირმებს უფალი აკურთხებს თავის ხალხს შვიდობა საოცარი ვიღუნებს დავით გაჩუმდი რა 51 ფსალმუში უფსკრუს გაზახის ჩანჩქერების ხმი ესმით 59 ფსალმუში ღმერთმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი პირუტყვი ათასობი თებში ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი მინდვრის ცხოველები და ამას ყველაფერს ვაუდივართ ეს ყველაფერი ჩანს აი რასაც ფსალმუში რაც წერი ჩემია მსოფლიო და სავსება მის 64 ფსალმუში წერია ის რაც აუცილებელია ტყისთვის კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე უფალო იგი წვიმი დიდად გაამდიდრე იგი ნაკადი ღვთისა სავსეა წყლით და ჟუჟუნა წვიმით არ წყულებ მიწის ბელტებს და აკურთხე გვირგვინი წელიწადის ასე აკურთხებს ღმერთი ქვეყნიერებას
67 ფსალმში ბარაკიანი წვიმა აწვიმე ღმერთო შენ სამკვიდროს და თუ დაუძლურდება ანუ მზე რომ ვერ დააწყუნებ შენ გაამაგრე თუ ესე იგი წყლით დაუძლურდება ესე იგი ჩემო ძვირფასებო აი ეს ფსალმები მახსენდებოდა კითხულობდი კიდევაც იქვე აი ამას რასაც განვიცდი 92 ფსალმში ღმერთო შენ ბატონობ ზღვის მოქცევას შენ ამბობოქრებ ალღებს შენ ამშვიდებ შენია ცა და შენია დედამიწა სამყარო და მისი სავსება თაბორი და ერმონი შენ გაქებენ უფალო ეს არის პატარა მთები შედარებით ჩვენ მთებთან შედარებით ჩემო ძვირფასებო ეს მწვერვალები და აქებენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ლამაზია ჩვენი მწვერვალები აღიარებულია საქართველოს მწვერვალები რომ ყველაზე ლამაზია ჩვენ შეგვიძლია ესე თქვა შხარა და თეთრუნდი უშბა და მყინვარი ხვამლი და აილამა ლაილა და ფერსათის და ყურო და აწუნთა ბორბალო და მყინვარი თქვი ხო შენ გაქებენ მართლაც აქებენ 92 ფსალმში აიმაღლეს მდინარეებმა ხმა აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ალღები ძლიერ და მართლაც ეს საერთის წაბლა წყალის მდინარე რო გაწვიდა იმდენა დამაღდა და ისი ახმაურდა აი როგორც ამ ფსალმში წერია 95 ფსალმში გაიხარებს ველი და ყოველი რაც მასზეა მაშინ იზეიმებს ყოველი ხენი ტყისანი როცა წვიმა წამოვა 96 ფსალმში ილხინოს ქვეყნიერება ღრუბელი და ნისლი მისი ირგვლივ გაანათებს მისი ერვების სამყაროს ნახავს და შეშინდება ქვეყანა და მართლაც ჭექა-ქუხილის ყველას ეშინი ჩემო ძვირფასებო ვაშკაცებსაც კი ერთხელ ვარ ერთ ვაშკაცკაცთან სახლში აი ვარზე დროსო აგარ ვაშკაცკაცთან და ისე დაიქუხა ჩემო ძვირფასებო ისე დაიქუხა რომ არ მინდოდა გამომეხატა მაგალითად მე კიდე გაისვანაირად კიდე აღარ გამო ფეხზე წამოვიდა შიშისგან რა გავიხედე ეს კაცი აღარ მიყურებს სანდა ესე მოხედო ტახტის ქვეშ შემძლო ხონდა აი რა ასეთი ვაშკაც კაცი რა არის სამხარო როგორ რა არის ჭექა-ქუხილი და 96 ფსალმი შეღაღადეთ უფალს ახმაურდეს ზღვა სოფლიო და მისი მკვიდრნი დინარეები ტყაში შემოკრან ესე იგი მე ფსალმუნი ამბობს რომ ყველამ უნდა მადლობა უთხრას ღმერთს აი ამ სიმშვენიერისთვის და რაც გახართო დინარეებს ეუბნება ბორცვებს და მთებს აცეკვდით და მადლობა უთხრათ ღმერთს თებმა ერთად იმხიარულო უფლის წინაშე თები აცეკვდნენ ცხრებივი ბორცვი კრავები ერთ-ერთ ფსალმში ადიდეთ უფალი რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი მარტოდ მოქმედი დიდ საოცრებათა რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი ცათა შემქმნელი გონიერები დედამიწა განავრცრო წყლებზე და შემქმნელი დიდ თამნათობებთა მზის სასამართლად დღისი და თვარე და ვარსკვლავები ღამისი და მე მინდა დავამთავრო 153 ფსალმით რო აღარ ავაგრძელოთ ბევრი ესეთი ამონაწილე 153 ფსალმი თქვენიცით 103 ფსალმი ამხრივ რასაოცრება ჩემო ძვირფასებო ძალიან გაგვიგზავნა ახლა სხვა ფსალმებიც მაქვს გამოწერილი 153 ფსალმი მინდა დავამთავრო და ესე იგი თუ ჩაჩიბაიას მამა ივანესთვის ღმერთმა ის პატარა კარიერი სპეციალურად შექმნა იმიტომ რომ ნამდვილად ხო ხედავდა უფალი რომ ეს ასე მოხდებოდა და ამის დაწურება კარიერის დამთავრება და ტაძრის დამთავრებაც რა თქმა უნდა უფალი წინასწარ ხედავდა საქართველოს წინასწარ ხედავდა ჩვენი წინაპრების დიდ თავდადებას ქრისტესთვის და ალბათ ამიტომ მოგვწეს ქვეყანა რა უნდა იფიქროს სხვა რა უნდა იფიქროს და ის ლეგენდა რომელიც ღმერთი აღიგებდა და ყველაზე კაი ქართველებს მიცაო ეს რა თქმა უნდა ლეგენდა და ზღაპარია მაგრამ იდეა და შინაარს მართალია იმიტომ რომ ხედავდა რა ღმერთი რომ თავს დადებდა ყველაზე მეტად ქართველი ქრისტიანები ქართველი ხალხი თავს ქრისტესთვის ვისთვისაც არის დაწერილი ბიბლია
შექმნა საქართველოს ისეთი, ყოფილიყო ყველაზე ლამაზი. რა თქმა უნდა, ჩვენ წოდებით ბევრი ტერიტორია დაკარგული გვაქვს, მაგრამ წოდებსაც ითვალისწინებს ღმერთი და თავდადებასაც ითვალისწინებს. 153 ფსალმი ესეთია. კურთხეულ არს უფარ, კლდე ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს, ბრძოლა და ჩემ თითებს ომი. აქ დიდი შინაარსია ჩადებული და არ შეიძლება აქაც საქართველოს არ ვიგულისხმოთ ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი კლდეებში აფარებდა თავს, როცა გვესეოდნენ ეს უსჯულოებისა და უნამუსოები. წყალობელო ჩემო და ქართველმა კაცმა ზუსტად ამ შეფარებაში, თავის შეფარებაში იმას გააძლიერა თავის კლავი და თითებში ომი ჰქონდა ყოველთვის ქართველ კაცს. წყალობელო ჩემო, სიმაგრეო ჩემო, სველო ჩემო, ხსნელო ჩემო, ფარი ხარ ჩემო ღმერთო, რომელიც მიფარა და მფარველო მთელი ჩვენი ისტორია საქართველოს. იფარავ, მფარველობ და იფარავ ჩემ ერს. მიხსენ უცხოტონთაგან. ნახეთ რა ძვირფას სიტყვა ეს ჩვენს უნდა ილოცოთ. ჩვენი ძენი ნერგებივით იზრდებიან სიჭაბუკეში და ჩვენი ასულები ვითაცა სასახლის თლილის სვეტები. ულამაზესი ქალწულები, ქართველები ხო, ულამაზესი ქალები. სხვათა შორის რევოლუციის შემდეგ, მანამდე ჩვენ ყველაზე ბევრი ვიყავით კავკასიაში. აზერბაიჯანელებმა გაგვასწრეს 1965 წელს პირველად მოხდა, რომ აზერბაიჯანმა მოსახლეობა ქართულ მოსახლეობას გაასწრო. მანამდე რაც წერია ზუსტად ეს იყო. ჩვენი ასულები, ულამაზესი და ჩვენი ულამაზესი ჭაბუკები იზრდებოდნენ ნერგებივით, ანუ მრავლდებოდნენ. ჩვენი ბეღლები სავსე იყოს, ამინ, სხვადასხვა მოსავლე, ფსალმუში წერია. სხვარნი ჩვენი ათასობდეს და 10,000-ობდეს ჩვენს საძოვრებზე. ჩვენი ხარები დატვირთული იყვნენ, არც ზარალი და არც დანაკლისი ჰქონდეს ჩვენ ქვეყანას და არც გოდება ჩვენს ქუჩებში. ბედნიერია ერი, რომლის მფარველი ღმერთია. ამინ. ჩვენთან არის. აგლოცო. ჯვარი